თავი მეხუთე. ვინ იყო ის ხალხი, ვისაც ატლანტისელებს უწოდებდნენ და რა ენაზე მეტყველებდნენ ისინი? ძნელი აღმოჩნდა ატლანტისის ადგილმდებარეობის დადგენა და ამას 2400 წელი დასჭირდა. ცხადია, ადვილი არ იქნებოდა ატლანტისელთა ვინაობის გარკვევაც, რადგან ეძებდნენ 12000 წლის წინ ატლანტის ოკეანის კუნძულზე არსებულ სახელმწიფოს. ატლანტოლოგების აზრით დედამიწაზე არსებულ კულტურათა სათავეს რომ წარმოადგენდა. ერთი სიტყვით, მათთვის კაცობრიობის ისტორია ატლანტისიდან იწყებოდა და ამისი დამადასტურებელი არტიფაქტები კი ვერ წარმოადგინეს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ამ ადამიანებისათვის, დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში მცხოვრები რიგი ხალხები ატლანტისელ კოლონისტთა შთამომავლები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი არაარგუმენტირებული და კურიოზული მოსაზრება გამოითქვა. ორთოდოქს ატლანტოლოგთა ეთნოლოგიური ძიებების ტიპიური გამოხატულებაა ფრანგი მკვლევარის როჟე დევინის წიგნი ატლანტისი გამქრალი მატერიკი, რომლის მესამე თავში ავტორი ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამს. ატლანტისი არსებობს ეთნიკური თვალსაზრისით. ზღვამ ჩაყლაპა ატლანტისური ოკეანია, მაგრამ კოლონიები კიდევ დიდხანს არსებობდნენ. ატლანტისის ხალხები, კანარის კუნძულები, მაროკოს ატლასი, ანუ ლიბია, იბერია, ლიგურია, ეტრურია, კარია, ბერძნული კუნძულები, ცენტრალური ამერიკა, ანდები, ბერბერული ენა და ბარბარო. როგორც ჩანს, ავტორს წუთითაც კი არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები თავიანთი მოსახლეობით ატლანტისის კოლონიები იყვნენ. ეს დასკვნა როჟე დევინისათვის არის არგუმენტი, რაც ეთნიკური თვალსაზრისით ატლანტისის არსებობას მისთვის უტყუარს ხდის. დევინი საგანგებოდ გამოჰყოფს არასემიტური და არაარიული წარმოშობის მზის კულტის მქონე ბრინჯაოს მწარმოებელ ხალხებს და მათ ატლანტისის კულტურის მემკვიდრეებად მიიჩნევს. მზის კულტი, ასევე ბრინჯაოს მრეწველობა, როგორც ჩანს, მოემართებოდა უპირველეს ყოვლისა პირამიდებისა და დოლმენების იმ დიდი გზით, რომელზეც ისტორიამდელ დროს გაიარეს დასავლელი დამპყრობლების ატლანტისელების ბრწყინვალე ეტლებმა, მოგვიანებით რბოლისაგან აბუქებული მტვერის მსგავსად, მათ მიჰყვა გრძელი წყება ლეგენდებისა ჰერაკლეებზე, იაზონებზე, ატლასებზე და პრომეთეებზე.
ადგას რა პოზიციას, რომ ისტორია იწყება ატლანტისელებისაგან, დევინი გულმოდგინედ დაეძებს მათ შთამომავლებს და ამ პატივს ანიჭებს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ატლასის მთების მიდამოებში მცხოვრებ ბერბერებს. მათ ყველა სხვა ხალხის წინამორბედად მიიჩნევს და თავისი შეხედულების დასამტკიცებლად იშველიებს სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებებს, ეთანხმება მათ და თავად გამოთქვამს თამამ აზრებს. ჩვენ კვლავ მივმართავთ ბერბერულ ენას, დასავლეთის მცხოვრებთა იმ ენას, რომელიც სანკრისტზე უძველესია. მისი ფესვები ნამდვილად აღმოჩენილია ყველა ხალხთან, ვისი წარმოშობაც გამოცანას წარმოადგენს. თუ არ ვაღიარებთ, რომ პირველსაწყისი ადგილი, საიდანაც ისინი გადმოსახლდნენ, ატლანტისი იყო. რენანი თავის სემიტური ენების ისტორიაში აღნიშნავს, რომ შტიკელისა და ტარკვინიუსის ცდები ამოეხსნათ ეტრუსკული ენა სემიტურის საშუალებით უსაფუძვლოა. ის აღნიშნავს, რომ ჰომეროსის ნათქვამით ილიადა მეორე ნაწილი 867 ლაპარაკობდნენ ბერბერთა ენაზე. ბარბაროპონიო ლუი რენანის მიერ განსაკუთრებით მაროკოს ატლასში წარმოებული ძიებანი ძველი ბერბერული ენის თაობაზე და ჩვენთვის მისი შემომნახავი წმინდა წერილები ტიფინარი ამტკიცებს, რომ უძველესი შავგვრემანი რასა, რომელიც საწყის ისტორიულ ეპოქაში შეერია კელტებს, ანუ კელლუას, კიმირიელებს, მიდიელებს, ირანელებს და კიდევ ჩვენ დროშიც იყო 1000-წლოვან ქიშპობად ჩრდილოეთელთა და სამხრეთელთა შორის, თავისი ენის ლინგვისტური ფესვების ღრმა კვალი დაასვა ამ ხალხებს, რომელთაგან ბევრი უკვე გამქრალა, მაგრამ ყველა ისინი აღმოჩნდა ატლანტიკური იმპერიის იმ რუქაზე, რომელიც პლატონმა შემოგვიხაზა. ბერბერული ფესვების დახმარებით ზოგადად ამგვარად აშუქებენ და ხსნიან ზოგიერთი ძველი ტომის სახელს: ლიგურები, პასკურა და ლიგორ, ბერბერულად ლიგორ, თის ხალხი, ლიბიელები ანუ ლებუ, ეგვიპტურ წარწერებში ალაბუ, გადმოსახლებული ხალხი, სკვითები, სირ, აიტ, ქალაქების ხალხი, ამორძალები, ალაზოუნ, ენის შვილთა ხალხი. შეიძლება სრულიად ადვილად გავაგრძელოთ ეს საყურადღებო ლინგვისტური რიგი. კიდევ რამდენიმე ასეთი მაგალითი: თურანელები, ენის ხალხი, კალედონიელები, ენის ტომი, ბრიტანელები, ემიგრანტები, ენის შვილები, ერინი, ენის შვილი, ტირენები, ტურენი, ენის ხალხი, საკვანები, ენის საცხოვრისი, ელინები, ალ-ენი, ენის კლანი, ირანელები, ურ-ან, მენესი, მენუ, კირენა, კირენანკა, კირენ, ენის ცენტრი, ქან-ან, ენის ხალხთა სახელმწიფო, ფინიკიელებისა და სემიტების წინამორბედი ფილისტიმელთაგან, მადიანიტებთან და ამონიტებთან ერთად. ასე მცირე-მცირედ ჩვენს თვალწინ აღდგება მისი ფერფლით დამფარავი ხალხებიდან ეს დიდი ხნის წინ დავიწყებული ერი, მუხკანიანი თუ წითელკანიანი ადამიანებისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ პირველყოფილი ეგვიპტისა და ლეგენდარული ამერიკის ქანდაკებებითა და ფერწერით. ასეთი ენათ მეცნიერული ძიებებით ცდილობს როჟე დევინი აღმოაჩინოს ატლანტისელთა ეთნიკურ ლინგვისტური ზემოქმედების კვალი. მისი შემდეგიც და მიმართულია ატლანტისელთა კულტურის ნაკვალევის მოძიებისაკენ. უკვე ეტრურიის ისტორიკოსებმა შენიშნეს, რომ ტარკვინიაში, ვოლტერაში, კიუზაში, ცერაში, ლარნაკებსა და ნეკროპოლისის კედლებზე
გამოსახული ადამიანის ფიგურები გამოირჩევიან ერთგვაროვნებითა და ფრიად სახასიათო ტიპურობით. ეს პატარა ტანის ხალხი დიდი თავით, გრძელი და მსხვილი ცხვირით, ყრივი და ჩაფსკვნილი, მათი ნაკვთები ამბობს მიშლე, მაგონებს მექსიკურ ქანდაკებებს პელენკეს ნანგრევებიდან. ოახაკეში მდებარე ძეგლი ჩვენ ასევე გვიჩვენებს გრძელ და მსხვილცხვირიან ადამიანებს. ასეთივეა რომში, ვალეტრასა და ბერლინში დაცული მექსიკური ფერწერის ნიმუშებიც. ასევე ნიბირუმაც პლინიუსის მიერ პორნესის აკლდამის აღწერისას მექსიკურ ტაძრებთან მსგავსება დაინახა. დიდი ხანია უკვე დიონისე ჰალიკარნასელმა განაცხადა, რომ ეტრუსკები არცერთი ენით, არც ჩვეულებებით არ გვანან არცერთ სხვა ხალხს, ქანდაკებები რას ენის ხალხს, როგორც ეტრუსკები თავის თავს უწოდებდნენ, ჩვენ წარმოგვიდგენენ როგორც მხოლოდ ჩაფსკვნილ ფიგურებს. ეტრუსკები განთქმულნი იყვნენ ბრინჯაოს წარმოებით. ვოლსინიის აღების შემდეგ რომაელებმა წამოიღეს 2000 ბრინჯაოს ქანდაკება, მაგრამ თავად მათ კიდევ დიდხანს მხოლოდ ხისა და თიხის ქანდაკებების დამზადება შეეძლოთ. ეტრუსკთა რელიგია წარმოადგენდა ამავე ნარევს ასტრონომიული მისტიციზმისა და სისხლიანი მსხვერპლშეწირვისა, რომელიც როგორც ჩანს არის მექსიკურ რელიგიურ მისტერიებში. მათთან ქურუმები, კანონმდებლები, ქალები იყვნენ. ასევე იყო ბერბერ მმართველთა ოჯახებში, რომლებიც შეიჭრნენ ეგვიპტეში და ააგეს პირამიდები და ასევე ჰქონდათ ამერიკის, იბერიისა და სკვითების უძველეს ხალხებს. ამგვარად გამარტივებულად გადმოვეცით, რა ჩვენი დასკვნები ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ შემდეგი ფაქტი. ისტორიული ცივილიზაციის დასაწყისში ევროპაში, აფრიკაში, ამერიკაში ჩვენ პოულობთ თუ არა ერთიან პირველყოფილ ისტორიულ ხალხს. მაშინ უკიდურეს შემთხვევაში ლეგენდარული ხალხის ჯგუფს, რომელთაც გააჩნდათ საერთო ფიზიკური ტიპი, ერთნაირ ჩვეულებანი, განსაკუთრებით სახელმწიფოზე ქალთა გავლენასთან დაკავშირებით, რელიგია, რომელშიაც მაღალი ასტრონომიული სიმბოლოები ეწყობოდა სისხლიან მსხვერპლშეწირვას და ბრინჯაოს დამუშავების ერთნაირ მეთოდს. ისტორიკოსები არაფერს ამბობენ იმის თაობაზე, თუ საიდან წარმოიშვნენ და გავრცელდნენ ეს ხალხები. ისინი აღნიშნავენ ამას განუსაზღვრელი ტერმინით დასავლეთიდან. აი ამ გამოუცნობ დასავლეთში, რომელიც გეოლოგებმა ზღვის უფსკრულიდან ამოიტანეს, პლატონისეული სახელწოდებით ატლანტისი, ენის ხალხმა განავითარა ბრინჯაოს საუკუნის თავისი ცივილიზაცია, კასტის ძალაუფლების ქვეშ, მსგავსად იმ გმირთა კასტისა, რომელიც ევსევიუსის სიტყვებით ფლობდა ეგვიპტეს დაახლოებით 11,000 წლის წინ ჩვენს ერამდე. ატლანტისის ხალხი შეეხო და შეერია ადრე მცხოვრებ ეროვნებებს იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ჩადიოდნენ. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ამან წარმოშვა ორიგინალური ტიპებისაგან საკმაოდ განსხვავებული ხალხები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ატლანტისში მსგავსად ახლანდელი აფრიკისა, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ შავი, თეთრი და წითელი რასების ადამიანები, რომელთაც მართავდა ამაუგის, ანუ ქალდეველთა კასტა, რომელიც შედგებოდა ასტრონომთა, მეომართა, მშენებელთა, მეტალურგთაგან. მაგრამ ბრინჯაოს რასის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი დაგრძელებული ქალა, მსხვილი ცხვირი, პატარა ხელები აღმოაჩნდათ ბერბერებს, ეგვიპტელებს, ეტრუსკებს, აიმარას, ბასკებს, გუანჩებს.
მეორე მხრივ შეიძლება დაუშვათ, რომ ატლანტის ურთიერთობა ჰქონდა იმ საიდუმლო ჰიპერბორიულ ქვეყანასთან, აპოლონის კულტის საკურთხეველთან და მაღალ ორფიკულ ტრადიციასთან, რომლის ისტორიაც ჯერ არავის გაუბედავს, რომ ჩამოეწერა. ყოველ შემთხვევაში, როგორც ქვემოთ გამოჩნდა, ატლანტისის რელიგიური ისტორია გადაეფინა ანტიკური რელიგიის მთელს ისტორიას და მის კვლევას შეუძლებელს ხდის, თუ არ დაუშვებთ იმას, რომ სულ თავიდან იყო ერთგვარი სამოციქულო მოძრაობა, ატლანტისელთა კოლონიზაცია. როჟე დევინის ასე ვრცლად ციტირებას ის აზრი აქვს, რომ ნათელი გახდეს ორთოდოქს ატლანტოლოგთა მიერ წარმოებული კვლევის თავისებურება. როგორი ზედაპირული და არამეცნიერულიც იყო დევინის ლინგვისტური ძიებები, ისეთივეა მის მიერ მოხმობილი ფაქტების კვლევა და ამის შედეგად გამოტანილი დასკვნები. მიზეზი ასეთი ტენდენციური მსჯელობისა ეს გინდა თუ არა ატლანტისის არსებობისა და აქედან გამომდინარე ამ სახელმწიფოს ცივილიზატორული ფუნქციის აღიარებაა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში და ამის დასასაბუთებლად გაუთავებელ პარალელებს აავლებს ხმელთაშუა ზღვისა და ცენტრალური ამერიკის კულტურებს შორის. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ასეთი დასკვნებისათვის საჭირო მასალა. ყველაფრისადმი ცალსახა მიდგომა ავტორს ხელს უშლის არათუ პირველწყაროს აზრს ჩასწვდეს, არამედ იმაშიც კი, რომ სწორად ამოიკითხოს ტექსტი. ასე მაგალითად, დევინის მიერ დამოწმებული ჰომეროსის ილიადას ზემოხსენებულ ქებაში არ უთქვამს კარიელები ბერბერულ ენაზე ლაპარაკობდნენო. ის წერდა კარიელთ მოუბართ ბარბაროსულ ენაკილოზე. ბარბაროსული უცხოს ბურდღუნას, არა ბერძნულ ენას ნიშნავს და არა ბერბერულ ენას. ასე რომ ავტორის მიერ არგუმენტად მოხმობილი რენანის მოსაზრება მცდარია, ზუსტად ისევე როგორც ყველა ის არგუმენტი და მასზე დაფუძნებული დასკვნა, რომელიც ბერბერული ფესვების დახმარებით აშუქებენ და ხსნიან ზოგიერთი ძველი ტომის სახელებს. ასევე სრულიად ხელოვნურია ლაპარაკი ეტრუსკთა ბრინჯაოს ქანდაკებებისა და მაიას ტომის სკულპტურების პორტრეტული მსგავსების შესახებ. თუ ვინმეს ჰგავს დევინის მიერ აღწერილი ეტრუსკული სკულპტურები, მიშლემ რომ მაიას ტომისას მიამსგავსა, ისინი ჰგვანან თრიალეთში ნაპოვნი ვერცხლის თასის ფიგურებს, ოღონდ ამ მსგავსების გამომწვევი მიზეზების შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ. როცა დევინს აკვიატებულ იდეათ რომ არ ქცეოდა მავან მეცნიერთა მოსაზრება იმის თაობაზე, ხმელთაშუა ზღვის ხალხები დასავლეთიდან მოვიდნენ და ამ ხალხთა წარმომავლობის გარკვევა ეცადა, შესაძლოა ატლანტისის ადგილსამყოფელი ბევრად ადრე დადგენილიყო, მაგრამ მაშინ როჟე დევინი ორთოდოქსი ატლანტოლოგი აღარ იქნებოდა. მისი შეხედულებებიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ყურადღება მიაქცია არა ინდოევროპულ ხალხებს, მზის კულტის მიმდევრებსა და ბრინჯაოს მწარმოებლებს, ოღონდ ეს მხოლოდ მას არ გაუკეთებია, ეტრუსკებსა და ბასკებში ბევრი სხვა ატლანტოლოგიც ატლანტისელთა შთამომავლებს თუ მათი კულტურის გავლენით ჩამოყალიბებულ ხალხებს ხედავდა. ზოგიერთი ატლანტოლოგი ხალხების ამ რიგს კიდევ უფრო ზრდიდა. გავიდა წლები და პოლონელი ატლანტოლოგი ლუდვიგ ზაიდლერიც დაინტერესდა მზის შვილთა საცხოვრისით. ამასთან დაკავშირებით მოვიტან რამოდენიმე ციტატას. მრავალი მკვლევარი, კერძოდ ლიფსიც, ფიქრობს მზის კულტი ყველა ხალხისათვის არის ნიშანდობლივი.
მათი აზრით ამ კულტის წყაროა ადამიანის რწმენა ციურ სხეულთა ზებუნებრივი ძალისადმი. ამ სხეულთა შორის კი მზე უდიდესი და უმნიშვნელოვანესი იყო. მართლაც სიცოცხლე დედამიწაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული მზის სხივთა სინათლესა და სითბოსთან და შესაძლოა იყოს ამის შეცნობა საფუძვლად დასდებოდა განსაკუთრებულ კულტს დედამიწაზე სიცოცხლის შემოქმედ ღმერთთან მზის გაიგივებას. ოღონდ კვლევა ძიებამ ცხადყო, რომ მზის კულტი საყოველთაო მოვლენა როდი ყოფილა. მზის კულტის საყოველთაობა ეგვიპტური და რომაული მითოსის, აგრეთვე მაიას ხალხთა მითოსის გავლენით წარმოისახა, ხოლო ფაქტიურად მზის კულტი ძველ ეგვიპტეს, სამხრეთ აზიას, ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან მდებარე ქვეყნებს, ირლანდიას, ცენტრალურ ამერიკას, კანარის კუნძულებსა და პოლინეზიას მოიცავდა მხოლოდ. ესე იგი, იმ ხალხებს, რომლებსაც წესად ჰქონდათ მიცვალებულთა ჩაცუცქულად ჩამარხვა, გვამის დაბალზამება, ან ჩონჩხის წითლად შეღებვა და პირამიდების აგება. უნდა აღინიშნოს, რომ მზის კულტი ნიშანდობლივია ძველი ხალხებისათვის, რომლებსაც შედარებით მაღალ განვითარებული კულტურა ჰქონდათ. ვგონებ ეს ფაქტი იმას მიუთითებს, რომ მზის კულტის სამშობლო ატლანტისი იყო. საიდან მოხვდნენ აპენინის ნახევარკუნძულზე ეტრუსკები? არსებობს რამოდენიმე თეორია. ერთი ეტრუსკებს მიიჩნევს მცირე აზიიდან, სხვანი კავკასიონის მთებიდან მოსულ ხალხად. ზოგნი იმას ფიქრობენ, ეტრუსკები ადგილობრივი მკვიდრნი არიან, ოდითგანვე აქ უცხოვრიათო. ოღონდ ყველა ისტორიკოსი და ეთნოგრაფი აღიარებს, რომ ეტრუსკების წარმომავლობის დადგენა შეუძლებელია. ისიც უეჭველია, რომ თავდაპირველად ეტრუსკები კულტურის მხრივ გაცილებით მაღლა იდგნენ, ვიდრე მათი მეზობელი ხალხები და გვიან მოსული ლათინი. დღეს უკვე შესაძლოა ამის დადგენა როგორც გათხრებზე, ისე რომაულ ისტორიკოსთა საგულისხმო ცნობებზე დაყრდნობით. ეტრუსკებმა დიდი გავლენა მოახდინეს რომის კულტურის განვითარებაზე. ეს გავლენა თავს იჩენდა იმპერიის თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე, თვით ქრისტიანობის ეპოქამდე. ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საფრანგეთის საზღვართან, ბისკაუს ყურის სანახებში ამჟამად მილიონამდე ბასკი ცხოვრობს. ისინი სხვა ეროვნულ ჯგუფს ეკუთვნიან, ვიდრე მათი მეზობელი ესპანელები და ფრანგები, ხოლო მათი ენა მსოფლიოში ცნობილ არცერთ ენას არ აღგავს. ისტორიული კვლევა ძიება ცხადყოფს, რომ ბასკები ყოფილან შთამომავალნი ვასკონებისა, ხოლო ესენი წინარე ისტორიული დროიდან პირინეის ნახევარკუნძულზე დამკვიდრებულ იბერიელთა ერთ ტომში ადგენდნენ. თავიანთ ენას ბასკები უწოდებენ ეუსკარას, ეუქსარა, უსკარას, რაც სიტყვა ნათელს უნდა ნიშნავდეს. ბასკური ენის საგულისხმო თვისებაა რიცხვით სახელთა წარმოთქმის წესი. 1-დან 10-მდე რიცხვითი სახელები ამგვარია: ბათ, ბი, ჰირუ, ლაუ, ბოც, ანუ ბასთ, სეი, ზისპი, ზორტზი, ბედერატზი და ჰამარ. 12 არის ჰამარბარტ, 14 ჰამალაურ და ასე შემდეგ. 30 ჰუგოითა ჰამარ, 20 და 10-ო, 34 ჰუგოითა ჰამალურ, 20 და 14-ო, 40 ბერროგოი, ესე იგი 2-20 და ასე შემდეგ. მაშასადამე ბასკები ოცობითი თვლით სისტემას იყენებენ. ამ სისტემის ნაშთი შემორჩენილია აგრეთვე ფრანგულ ენაში, quatre vinxt, 80. ესე იგი 80 ნიშნავს სიტყვასიტყვით. quatre victs 11,
სიტყვა სიტყვით ნიშნავს 4-20-სა და 11-ს, ესე იგი 91-ს. დანიელნიც ასე ითვლიან. ეჭვი არ არის, რომ ბასკებს, ფრანგებს და დანიელებს ერთი წყაროდან აუღიათ მაგალითი. ამ ხალხების მეტი ოცობით სისტემას სხვა არავინ იყენებს, გარდა ცენტრალური ამერიკის ძველი მკვიდრების, მაიასა და აცტეკებისა. ოცობითი სისტემის კვალს პოულობთ სხვა ინდიელ ხალხებშიც, აგრეთვე პოლინეზიაში. ამ საკითხის ირგვლივ კიდევ მოგვიწევს საუბარი. საიდლერი მასზე ადრე ციტირებული დევინის მსგავსად იმ მაღალი კულტურის მქონე ხალხებს, რომელთა წარმომავლობაც იმ ხანად ბურუსით იყო მოცული, ატლანტისის კულტურის შთამომავლებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაშიც იგრძნობა ავტორის სურვილი ეს ხალხები ატლანტისის არსებობის მტკიცებულებად განიხილოს. მისი აზრით, პროტოკულტურის არსებობის შესახებ ლაპარაკობს მზის კულტი ზოგიერთ ხალხში და რომ ატლანტისელთა გარეშე ასეთი კულტი ვერ შეიქმნებოდა. მოსაზრება ცხადია საკამათოა, ოღონდ ის სრულად ესადაგება ატლანტოლოგთა მსჯელობის ხასიათს. ამავე ლოგიკიდან მომდინარეობს ინტერესი ბასკებისა და ეტრუსკებისადმი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველებმა დიდი გავლენა მოახდინეს იბერიის ნახევარკუნძულის კულტურულ განვითარებაზე, მეორეებმა კი რომაული კულტურის ფორმირებაზე. ავტორისათვისაც მთავარია, რომ ეს ხალხები მისი აზრით არც ერთ ერს არ ენათესავებიან, რაც იძლევა წარმოშობს შანსს ეს ხალხი ატლანტის დაუკავშიროს. ამავე მიზეზით მან ყურადღება მიაქცია ბასკების ოცობითი თვლის სისტემას, ამით მან ისინი ფრანგებთან და დანიელებთან, აგრეთვე მაიას და აცტეკებთან ერთად მიაკუთვნა იმ ხალხებს, ვისაც ერთ სავარაუდო წყაროდან უნდა შეეთვისებინა თვლის ზემოხსენებული სისტემა. კარგი იქნებოდა ზაიდლერს ცოდნოდა, რომ ქართველებიც ოცობითი თვლის სისტემას ვიყენებთ. მსგავსი ატლანტოცენტრისტული პოზიციის დემონსტრირებას ახდენს თანამედროვე ამერიკელი ატლანტოლოგი ფრენკ ჯოზეფი ნაშრომში „ატლანტისის დაღუპვა“. სამაგალითოდ მოვიხმობ მის ასეთ მოსაზრებას. გუანჩების ენა მიეკუთვნება ინდო-ევროპულ ჯგუფს, თუმცა არც კი ჰგავდა არც ერთ ცნობილ ენას. ამასთან მას გასაოცარი მსგავსება აქვს ბერძნულ, გოთურ და ძველ ზემოგერმანულ ენებთან, მაგრამ კანარის კუნძულების ენა ბევრ არაარიულ ელემენტს შეიცავს. ამ ელემენტებიდან ზოგიერთი აშკარად მიეკუთვნება ეუსკარა ენას, ბასკთა ენას და ძველ ეგვიპტურსაც კი, ასე რომ ზუსტი თარგმანი შეუძლებელი იქნებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუანჩების ენამ განიცადა სრულიად განსხვავებული ენისა და ხალხების გავლენა, რაც ტიპიური იყო ხალხისათვის, რომელსაც ხშირი ურთიერთობა ჰქონდა უცხოელებთან. ატლანტისელთა ენასაც უნდა განეცადა ზუსტად ასეთი ზეგავლენა. ყოველ შემთხვევაში აყვავებისა და ატლანტისის იმპერიის ბატონობის პერიოდში შესაძლოა სწორედ კანარის კუნძულებზე ლაპარაკობდნენ იმ ენაზე, რომელიც ატლანტისზე ჟღერდა. რაოდენ ტრაგიკულია, რომ ჩვენამდე მოაღწია ამ ენის მხოლოდ რამდენიმე ათეულმა სიტყვამ. არ შეიძლება დანამდვილებით ამტკიცო, შემორჩნენ თუ არა სადმე მსოფლიოში ატლანტისელთა შთამომავალნი. ნათელი მხოლოდ ისაა, რომ გუანჩები იყვნენ ატლანტისელები, მაგრამ მათი გაქრობის შემდეგ ძალიან ძნელია რომელიმე თანამედროვე პოპულაციური ჯგუფი დაუკავშირო ატლანტისელებს.
ერთი ასეთი ჯგუფი შეიძლება პირინეებში მცხოვრები ბასკები იყვნენ. მათი ენა ინდოევროპულს არ მიეკუთვნება და არ არის დაკავშირებული რომელიმე სხვა თანამედროვე ენასთან. საინტერესოა, რომ ეუსკარა ენას ბევრი აქვს საერთო ფინურ-უგორულ ჯგუფთან, აგრეთვე ეტრუსკებისა და გუანჩების ენასთან და ნაჰუალტას ენასთან, რომელზეც აცტეკები ლაპარაკობდნენ. ყველა ეს მკვდარი ენა სრულიად გასაგები არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბასკურ ენას ეუსკერას გააჩნია აშკარა შესატყვისი ატლანტისელთაგან წარმოშობილი 4 ხალხის ენასთან, თავისთავად მეტად მნიშვნელოვანია. ასეთი გახლავთ ჯოზეფის მოსაზრება. ის გულმოდგინედ ეძებს და პოულობს აცტეკებში, გუანჩებში, ბასკებსა და ეტრუსკებში ატლანტისელთა შთამომავლებს. ამას დაახლოებით ისე აკეთებს, როგორც მასზე ადრე ციტირებული ავტორები. განსხვავება ისაა, რომ უფრო კატეგორიულად მსჯელობს. ჩემს მიერ მოხმობილი სამივე ავტორი, როჟე დევინი, ლუდვიგ ზაიდლერი და ფრენკ ჯოზეფი ატლანტისელთა შთამომავლებად ატლანტისის ოკეანის ორივე მხარეს მცხოვრებ 4 ხალხს მიიჩნევს. მათი არჩევანი უფრო მექანიკურია, ვიდრე მეცნიერული კვლევის შედეგებით მოტივირებული. მექანიკური იმიტომ, რომ ბრმად მიჰყვებოდნენ პლატონის დიალოგებს და ცხადია აგრეთვე იგნატიუს დონელის შეხედულებებსაც. მათ რომ შესძლებოდათ ორთოდოქსი ატლანტოლოგების აზროვნების სტერეოტიპი დაეძლიათ და სხვაგან მაგალითად ჰერაკლეს სვეტებს გამოღმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ეძებნათ ატლანტისი, თუნდაც ეგეიდაში, მაშინ ძალაუნებურად მიაქცევდნენ ყურადღებას ერთდროს იქ მცხოვრებ ხალხებს. იქნებ ბასკებთან და ეტრუსკებთან მათი ნათესაობის კვალი წეპოვნათ და მათ უკიდურესად ზედაპირულ ლინგვისტურ ძიებებს მცირეოდენი შედეგი მაინც გამოეღო და ჭეშმარიტებას მიახლოებოდნენ. მათ ვინც სხვაგან ეძება, იპოვეს კიდეც კრეტაზე ატლანტისი. მათვე მიაქციეს ყურადღება წინარე ბერძნულ მოსახლეობას. ამის თაობაზე ანგელოს გალანაპოლუსი და ედვარდ ბეკონი წერდნენ. მაგრამ კრეტის პირველი მობინადრენი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4000 წლეულში აქ რომ გამოჩნდნენ, რა თქმა უნდა, ბერძნებამდელი ტომები იყვნენ. განურჩევლად მათი წარმომავლობისა ყველა ისინი კრეტაზე კიკლადებიდან მოვიდნენ. ჭეშმარიტად, კიკლადური კულტურის გავლენა ადრე მინოსურ კრეტაზე სრულიად აშკარაა. ამ ხალხებს ვიდრე კრეტამდე მიაღწევდნენ, სანტორინისა და მელოსის ნაყოფიერ კუნძულებზე მოუხდათ შეჩერება. მინოსელთა მიერ სანტორინის დასახლება მითოლოგიაში ასახული მოვლენებიდან შეიძლება გავაიგივოთ პოსეიდონის მოსვლასთან, რომელიც აქ ევერონისა და ლევკიპას ქალიშვილ კლეიტოზე დაქორწინდა და ატლანტისელთა დინასტია დააარსა. ამ პირველმა მინოსელმა მოსახლეებმა სანტორინი მდიდარი მცენარეულობის, მათ შორის სხვადასხვაგვარი პალმების, ფისის ხეებისა და ზეთისხილის აყვავებულ კუნძულად იხილეს. კუნძულის ნაყოფიერების თაობაზე თუნდაც მისი უძველესი სახელწოდების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველა ავტორი, პინდარე, კალიმაქოსი, აპოლონიოს როდოსელი, პლინიუს უფროსი და პავსანიასი ადასტურებს, რომ ირის თავდაპირველი სახელწოდება იყო კალისტო, რაც უმშვენიერეს ნიშნავს. იმისათვის, რომ სანტორინიდან კრეტაზე გადასულიყვნენ ადრე კილკადური პერიოდის 2800-2000 წლების ხალხებს მოეთხოვებოდათ განსაკუთრებული ვაჟკაცობა და გამბედაობა და ასეთი გადასვლისათვის აუცილებელი ხერხემლის,
კილის მქონე გემები. მართლაც კიკლადების მცხოვრებნი მთელ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში პირველები იყვნენ, ვინც გამოიყენეს გემის ხერხემალი, კილი. გალანოპოლუსი და ბეკონი ასაბუთებენ რა ატლანტისის არსებობას ეგეიდაში, იმასაც ამბობენ მისი მოსახლეობა ბერძნებამდელი იყო. მათი ეს განცხადება სრულიად თანხვდება ძველი ბერძენი ავტორების შეხედულებებს იმის თაობაზე, რომ კონტინენტური და კუნძულოვანი საბერძნეთის ტერიტორიაზე ბერძენთა მოსვლამდე არაბერძნული მოსახლეობა ცხოვრობდა. ამ აზრს ბევრი თანამედროვე მეცნიერიც იზიარებდა. საკვირველი არ უნდა იყოს, რომ ძველი წელთაღრიცხვით 2000 წლეულის დასასრულისათვის საბერძნეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბერძნულად არ ლაპარაკობდა. არაბერძნული მოსახლეობა ცხადია არაბერძნულ ენაზე ლაპარაკობდა. ამ ენის მატარებელ ერთ-ერთ ტომს შეადგენდნენ პელასგები. პელასგებს იცნობს ზოგიერთი ატლანტოლოგიც. საინტერესო ცნობები მოუწოდებია არისტოტელეს ერთ ნაშრომში, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს დრომდე აღარ შემონახულა. ამას არისტოტელედან 100 წლის შემდეგ მცხოვრები აპოლონიოს როდოსელისაგან ვიგებთ. არისტოტელე თურმე ამტკიცებდა, პელასგებს მეტი უფლება ჰქონდათო არკადიის მიმართ, ვიდრე გვიან მოსულ ელინებს, რადგან პელასგები უკვე მაშინ ცხოვრობდნენ არკადიაში, როდესაც ყველა ციური სხეული ჯერაც არ ბრუნავდა ცარგვალზე. დანიელთა რასა ჯერაც ცნობილი არ იყო, ხოლო პელასგთა ქვეყანას დევკალიონის შვილი ჯერაც არ განაგებდა. არისტოტელეს ნათქვამი უნდა გავიგოთ იმის დადასტურებად, რომ პელასგები მეტისმეტად ძველი მცხოვრებლები არიან და ისინი აქ მითოლოგიური პერსონაჟების გაჩენამდე მოსახლეობდნენ. ამ სიძველემ და მათმა კულტურამ არა მარტო შექმნა ის მითოლოგია, რასაც ჩვენ ბერძნულს უწოდებთ, არამედ დიდი მასალა მისცა ბერძნულ ლიტერატურას აესახა ქცევა ადამიანებისა, რომლებიც თითქოს ბერძნულ სამყაროს ეკუთვნიან, მაგრამ ჯერაც შემორჩენილი ეროვნული ცნობიერება აკავებთ, რათა ბერძენთა მოწინააღმდეგე თანამოძმეებზე ხელი არ აღმართონ. არსებობს კიდევ ცნობაც, რომ აქილევს, რომელიც ცნობილია ბერძნულ მითოლოგიაში ბერძენთა გმირთა გმირად, არ სურდა ტროადის ომში მონაწილეობის მიღება, რომ მან ბრძოლის თავიდან აცილების მიზნით ქალურად გადაცმულმა თავი შეაფარა თავის ბიძაშვილებთან, გოგონებთან და რომ იგი სამარცხვინოდ ამხილეს ბერძენმა გმირებმა. ფილოლოგიურ მეცნიერებას არ შეუძლია პასუხი არ გასცეს ამ გაუგებრობას და არ გაარკვიოს თუ როგორ მოხდა, რომ ეს ბერძენი გმირთა გმირი ომს თავს არიდებდა, დიაცურად იმალებოდა და მხოლოდ მას შემდეგ ჩაება ომში, რაც ოდისევსმა და დიომედემ ამხილეს იგი. თითქოს თავისთავად ასეთ პასუხს მოითხოვს ზემოთ დასმული კითხვა, როგორი გმირთა გმირია აქილევსი, თუ კი მას ომში მონაწილეობის ეშინია. რომის უმამაცესი გმირია, ამის უარყოფა არ შეიძლება. მაშასადამე, თუ მას ომში მონაწილეობის მიღება არ სურს, ეს იმიტომ, რომ იგი არ არის ბერძენი და ბერძენთა მხარეზე ომში მონაწილეობის მიღება არ უნდა. ის სწორედ იმ წინა ბერძნული მოსახლეობის რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ბერძნებმა დაიმორჩილეს. მართლაც არ არის აქილევსი ბერძენი. გადავხედოთ ტროადის ომში მონაწილეთა სიას და დავინახავთ, რომ ბერძენთა სიაში აქილევსი არაა. აქილევსი თავისი მირმიდონელებით იქ მოთავსებულია არა ბერძენთა სიაში, არამედ პელასგიკურ არგოსში.
იხილეთ ზემოთ გვერდი 45. ამ უკანასკნელში ჩვენი აზრით მოთავსებულნი არიან ისინი, რომელნიც წინა ბერძნული მოსახლეობის კატეგორიას უნდა ეკუთვნოდნენ. ახლა ვნახოთ ციტატის ავტორის მიერ მითითებული ხომალდების სია, ანუ კატალოგი, რომელშიც მოცემულია ტროას ომში მონაწილე ბერძენთა სრული სია და ტროელთა მოკლე სია. აი თვით ხომალდების სიაც ბერძენთა ბანაკში. პირველი ბეოტიელები, წინამძღოლი 5 კაცი, ხომალდების რაოდენობა 50. მეორე ორქომენი, წინამძღოლი ასკალაფე იალმენე, 30 ხომალდი. მესამე ფოკიდელები, წინამძღოლები სქედიოსი, ეპიტროფოსი, ხომალდები 40. მეოთხე ლიკრიდელები, წინამძღოლი აიანტი იოლეოსის ძე, ხომალდები 40. მეხუთე ევბეელები, წინამძღოლი ელეფენორი, ხომალდები 40. მეექვსე ათენი, წინამძღოლი მენესთევსი, ხომალდები 50. მეშვიდე სალამინი, წინამძღოლი აიანტი ტელამოსის ძე, ხომალდები 12. მერვე არგოსი, წინამძღოლები დიომედე, სთენელე, ევრილე, ხომალდები 80. მეცხრე მიკენი, წინამძღოლი აგამემნონი, ხომალდები 100. მეათე ლაკედემონი, წინამძღოლი მენელაე, ხომალდები 60. მეთერთმეტე პილოსი, წინამძღოლი ნესტორი, ხომალდები 90. მეთორმეტე არკადია, წინამძღოლი აგაპერონი, ხომალდები 60. მეცამეტე ელიდა, წინამძღოლი 4 კაცი, ხომალდები 40. მეთოთხმეტე დულქია, წინამძღოლი მეგესი, ხომალდები 40. მეთხუთმეტე ითაკე, წინამძღოლი ოდისევსი, ხომალდები 12. მეთექვსმეტე ეტოლია, წინამძღოლი თოასი, ხომალდები 40. მეჩვიდმეტე კრეტა, წინამძღოლი ოდიმენევსი, ხომალდები 80. მეთვრამეტე როდოსი, წინამძღოლი ტლეპოლემოსი, ხომალდები 9. მეცხრამეტე სვიმეკი, წინამძღოლი ნირევსი, ხომალდები 3. მეოცე ნისიროსი კი, წინამძღოლი ფიდიპე, ანტიფოსი, ხომალდები 30. 21 არაელინები, 21 მირმოდენელები, წინამძღოლი აქილევსი, ხომალდები 50. 22 წინამძღოლები პროტეზიალე პოდარკე, ხომალდები 40. 23 ფერე, წინამძღოლი ეუმელე, ხომალდები 11. 24 მეთონე, წინამძღოლი ფილოქტეტე, ხომალდები 7. 25 ტრიკე და ითომე, წინამძღოლები პადალირი და მაქონი, ხომალდები 30. 26 ორმენია, წინამძღოლი ევრიპილე, ხომალდები 40. 27 არგისა, წინამძღოლი პოლიპეტე, ხომალდები 40. 28 კიფოსი, წინამძღოლი გუნევსი, ხომალდები 22. 29 მაგნეტები, წინამძღოლი პროთოოსი, ხომალდები 40. ტრიადელები და მათი მოკავშირეები, ტრიადელები, წინამძღოლი ჰექტორი, მეორე დარდანები, წინამძღოლი ენეასე, მესამე ძელია, წინამძღოლი პანდერე, მეოთხე ადრასტეა, წინამძღოლი ადრასტე ამფიოსი, მეხუთე პერკოტე, წინამძღოლი ასიოსი, მეექვსე პელაზგები, ლარისიდან, კვემესიდან, ეოლიიდან, წინამძღოლი ჰიპოთოე, მეშვიდე თრაკიელები, წინამძღოლი აკამასი, მერვე კიკონები, წინამძღოლი ევფემიოსი, მეცხრე ამიდონი, წინამძღოლი პერექმე, მეათე
პალფაგონია, წინამძღოლი პელემენე, მე-11 ჰალიძონები, წინამძღოლები, ოდიოსი, ეპისტროფოსი, მე-12 მიზიელები, წინამძღოლები, ქრომიოსი, ენომოსი, მე-13 ფრიგიელები, წინამძღოლები, ფორკისი, ასკანიოსი, მე-14 მეონელები, ლიდიელები, წინამძღოლი, ანტიფოსი, მესთლე, მე-15 კარიელები, წინამძღოლი, ნასტესი, მე-16 ლიკიელები, წინამძღოლი, სარპედონი. მეტად საყურადღებოა ხომალდთა კატალოგი, ანუ ტროას წინააღმდეგ გალაშქრებული ბერძნული კოალიციის წევრთა ჩამონათვალი. მშვენიერი ელენეს გამოსახსნელად დაძრული ბერძენთა ფლოტის 1190 ხომალდიდან თითქმის 1/4 280 გემი პელასგური არგოსიდან არის და ამათ შორისაა მირმიდონელების სათავეში მყოფი აქილევსი, მაშასადამე ის პელასგია. ძველ ბერძენ ავტორთაგან პელასგების ყველაზე ადრეულ ხსენებას ხვდებით ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ჰომეროსის ილიადაში. ეხლა ვუმღერით პელასგიკურ არგოსში მცხოვრებთ, ალოს, ალოპეს, ტრექისსა და ფთიას რომ ფლობენ. ლამაზ ქალებით სახელგანთქმულ ჰელადის მკვიდრებს ჰქვიან ჰელენი, აქაველნი, მირმიდონელნი. მათ 50 გემს აქილევს მეთაურობდა. როგორც ვნახავთ, პელასგები ტროელებისა და მათი მოკავშირეების გვერდითაც იბრძვიან. ჰიპოთოოსი მოუძღოდა შუბოსან პელასგთ. უხვნაყოფიან ლარისაში დასახლებულებს. არესის მოდგმის ჰიპოოთოს და პილაოს ორივე იყო ტევტამიდი ლეთოსის ვაჟი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პელასგები ორივე მხარეს იბრძვიან, გამოდის, რომ ტროას ომის დროს პელასგები ჯერ კიდევ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ყოფილან განსახლებულნი. ამრიგად ილიადაში არა მარტო მოხსენიებულნი არიან პელასგები, არამედ პოემის მეშვეობით იმასაც ვიგებთ, რომ 33 საუკუნის წინ გამართული უდიდესი ომი, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდს ასახავს ჰომეროსი, არის ბერძენ აქაველთა ეთნიკური ექსპანსია ეგეიდასა და მომიჯნავე ტერიტორიებზე, რომლის მიზანიც ბერძნებამდელი მოსახლეობის, პელასგებისა და მათი მონათესავე ხალხების დაპყრობა და ასიმილაცია იყო.